ნეანდერტალელის გენი შესაძლოა აუტიზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყოს. ნიუ-ორლეანის, ლოიოლას და კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევარები აუტიზმის სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ. კვლევა პირველია, რომელიც აჩვენებს, რომ ნეანდერტალელისგან მემკვიდრეობით მიღებული დნმ-ის მარკერები აუტიზმის მქონე ადამიანებში უფრო ფართოდ არის გამომჟღავნებული, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. რას ნიშნავს ეს? 15 წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელების დნმ-ს ატარებენ. დღეს დედამიწაზე მხოლოდ ერთი სახეობა, ანუ გონიერი ადამიანი, იგივე ჰომო საპიენსი არსებობს. თუმცა მანამდე არსებული სახეობებიდან არიან ცნობილი ჰუმანოიდების ჯგუფი, რომელიც ფართო ტერმინია და გულისხმობს ყველა არსებას, რომელიც ადამიანის მსგავსად ევოლუციის გზით იყო განვითარებული და ასევე ნეანდერტალელები, რომელთა დნმ ამ დროისთვის კარგად არის შესწავლილი. ისინი ითვლებიან ჰომო საპიენსის გარებიძაშვილებად, რადგან თანამედროვე ადამიანის ნაწილს, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის მოსახლეობას 1-დან 2%-მდე ნეანდერტალელების დნმ აქვთ თავის კოდში. ეს იმის შედეგია, რომ თავის დროზე ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების შეჯვარება მოხდა, რამაც გენეტიკური გადაჯვარება, ანუ კროსბრიდინგი გამოიწვია. ამ მიგნების შემდეგ მკვლევარებმა ეს უძველესი გენეტიკური მემკვიდრეობის შტამი სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირეს. დაიწყეს შესწავლა სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ავტოიმუნური, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ქცევითი ადაპტაციების, ვირუსული გენების, მედიკამენტოზური რეაქციებზეც კი. ასევე ამ ვრცელ სიას აუტიზმის შეემატა. შედეგებმა აჩვენეს, რომ ნეანდერტალელებისგან მიღებული გენეტიკური მარკერები უფრო ხშირია აუტიზმის მქონე პირებში, ვიდრე ამ გენის ნაკლებად მატარებელ პოპულაციაში. ეს კვლევა ნათელს ფენს აუტიზმის რთულ გენეტიკურ კოდს და ხსნის ახალ შესაძლებლობას მისი წარმოშობის გასაგებად.